ძალიან ბევრი ადამიანი წუწუნებს, რომ წამიყვანო გამოკვლევაზე და ვთქვათ რენტგენი გადამიღო, პასკას და კვერცხს დაინახავ, 10 კილო მოვიმატე, 5 კილო, მაგრამ რატო დავიწყეთ ახლა ამაზე საუბარი? გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი პასკა და კვერცხი შესაძლებელია ვჭამეთ, დიდი პროცენტი ჩვენი მოსახლეობის და არა მარტო მართლმადიდებელი სამყარო იცავდა მარხვაზე ძალიან ბევრი რამ უბრალოდ ჩვენს რაციონში არ არის, ჩვენი ორგანიზმი გადაჩვეულია ვთქვათ ცილების ხორცის მიღებას და ასე შემდეგ ვართ მეტნაკლებად ნახშირ წყლებზე და შემდეგ ერთჩვენიერ დილას აღდგომის დილას ვდგებით და ძალიან დიდ სტრესს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს, ვინც ვმარხულობდით, ვინც მეტნაკლებად ვიცავდით დიეტას. ბევრი ადამიანი მაგალითად დღესასწაულების წინ ბოლო 2 კვირა დიეტობს, რომ შემდეგ დღესასწაულებზე რომ შეჭამს იმ ზედმეტად წონამ არ დააზიანოს. მოკლედ დღესასწაულები ყოველთვის ასოცირდება შემდეგ უკვე კუჭნაწლავის პრობლემასთან, კილოგრამებთან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღესაც მოვიყვანოთ სტუმრად ადამიანი, რომელიც ნათელს მოჰფენს, ან როგორ უნდა შევხვდეთ დღესასწაულებს, ან როგორ უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავიზიანოთ ორგანიზმი. სოფო მებუკეა ჩვენი სტუმარი, ენდოკრინოლოგი, რომელიც გველოდება კარს მიღმა. სალამი მოგბრძანდით. დიდი მადლობა რომ მოყვებით. როგორ გელოდებით, როგორ გელოდებით. გამარჯობა. გამარჯობა, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს აღდგომის სწორი კვირა. მადლობა. ასევე გილოცავთ. ჩვენც გილოცავთ. მაგრამ ასე დავიწყებ, ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, რომ ივესალმე ჩვენ სტუმარს, მითხრა, რომ ყველა შეხვედრაზე უფრო სუსტი ხარო. ახლა რატო ვამბობ ამას? ყველა ადამიანს რატომღაც გვიხარია, როდესაც გვეუბნებიან, რომ გახთი. აბა გაიხსენეთ ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრა. პირველი არის როგორ ახარ და მერე იწყება შეფასება. დედა როგორ გახდი, როგორ გასუქდი. რაც არის აბსოლუტურად მე ვფიქრობ არ არის საქმე და არაეთიკურია. დამოკიდებული. მერე ვისაუბრებთ როგორ ვაზიანებთ. აი, რატომ არის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი დედა როგორ გახდი, დედა როგორ გასუქდი. კაცი შენ რა გაგახტული. რატომღაც ქვეცნობიერად გვაქვს ალბათ ეს დამოკიდებულება, რომ გადამეტებულად აღვიქვამთ საკუთარ თავს, როგორც გარეგნულად და პირველ რიგში რაც თვალში მოხვდება, ხას უსვამთ ხოლმე. თუმცა რა თქმა უნდა ეს თავისთავად მეტად ინდივიდუალურია და თუ ძალიან უკიდურესობაში არ არის ადამიანი ჯანმრთელობიდან გამომდინარე გადავარდნილი, ნამდვილად უადგილო და აბსოლუტურად არაკორექტულად მიმაჩნია ვიზუალზე რაღაც სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე აქცენტი. მაღალკაცრო დაირახავე და ასე შემდეგ. კი, ნუ ფაქტია რომ ვიზუალი. ხო, აქცენტი ვიზუალზე, რომელიც არაფერშუაში არ არის, მაგრამ ფაქტია რომ შფოთის საგანია. დღეს არ შევიკრიბეთ ამ შფოთის გასარჩევად, დღეს შევიკრიბეთ, რომ გავარკვიოთ ჩვენი ორგანიზმი, თქვათ ადამიანები, ვინც მარხულობდნენ, ვინც ხორცს არ ჭამს, ვინც უცებ ერთჩვენიერ დღეს ადგა და ეს ყველაფერი ისევ და ისევ აღადგინა და დიდი რაოდენობით მიიღო და ახლა პრობლემები აქვს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თუ მოგეხსენებათ აღდგომის მარხვა, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და კვების რეკომენდაციებიდან გამომდინარე ყველაზე მკაცრი შეზღუდვების თვალსაზრისით. შესაბამისად ევოლუციურად ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ადაპტაციური მექანიზმი, როდესაც ის ეჩვევა კვების ახალ რეჟიმს, სხვათა შორის თუ სწორად შერჩეული პროდუქტებისგან იკვებება იგივე მარხვის პერიოდში, რაც მოიცავს ჯანსაღი ბოსტნეულის გამოყენებას, ბურღულეულის გამოყენებას, თუნდაც იგივე ხილს, ეს ნამდვილად არ არის სტრესული. არის სამარხო პროდუქტები, რომლებსაც იგივე სომეულის გამოყენების შემთხვევაში მიმართავენ იგივე მარგარინზე დამზადებული, ანუ სინთეზური, ასე ვთქვათ, ნახევრად ფაბრიკატების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქმე არ აქვს ნამდვილად ჯანსაღყვებასთან და მიუხედავად იმისა, რომ მართალია სიტყვიერად, თეორიულად სამარხო ქვია აღნიშნულ პროდუქტებს, მაგრამ ნაწლავის ფროლის დაზიანებიდან გამომდინარე, ის ნამდვილად უარყოფითად დაისახება და იწვევს არა მხოლოდ წონასთან დაკავშირებულ პრობლემას, პირველ რიგში გასტროენტეროლოგიური კუთხით, იგივე შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში, ნაღლის ბუშტის გამწვავების პერიოდი, კუჭის მოქმედების დარღვევა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მეტად ინდივიდუალურია. ანუ ხარ ცუდად, ეგ რაც შემოთვალეთ, ეგრევე დაგემართე და ცუდად ხარ. დამთავრდა. და არ უნდა კონდეს სისტემატიური ხასიათი. მე მესმის შეიძლება კვირაში ერთხელ ადამიანმა მიმართოს თუნდაც იგივე სამარხო მარგარინზე დამზადებულ პროდუქტს, მაგრამ ამას არ უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, სისტემატიური ხასიათი. მაგრამ ვაიდა რომ ახლა ტრენდიც არის, მოდაშიც არის, ბაზარიც არ ვიცი, ყველა დახლზე უკვე შესაძლებელია ნახო სამარხო ნაყინი, სამარხო ტოკი, სამარხო კატლეტი და ამით იკვებება ჰიდროგენიზებული მე სამარხო პასკაც ვნახე, ეთყობა წინასწარ მოუნდება პასკა, რომ სამარხო პასკა. რეალურად პასკა ნამდვილი არის, თუნდაც იგივე სამარხო იქნებოდა ხაჭო, რომელიც შეიძლება რძის ფხვნილზე იყოს დამზადებული და ქიშმიშთან კომბინაციაში ნამდვილი პასკა ეს არის. ჩვენ რასაც პასკას ვეძახით, ის რეალურად არის კულიჩი. ქვილი, როგორც წესი, ნამდვილ პასკაში
არ არის, ასე რომ სამარხო პასკაც ჩვეულებრივ გაყიდვაში არის, მხოლოდ რძის ფხნულზე არ არის დამზადებული ხაჭი. ეხლა არ შეერე ეხლა კონკრეტულად თვალსა, მაგრამ აი უშაქრო ის არ ქვია, დიაბეტური შოკოლადი. მე მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე მაქვს პრობლემა და რამდენად უსაფრთხო არის, მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ მაგასაც ხო აქვს რაღაც არ შეიძლება რომ გემო ისეთი აქვს, რომ რაღაცა იქნება შიგნით, გამორიცხულია რომ არ იყოს. დიაბეტური შოკოლადი ქვია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დიაბეტი რა არის? ანუ შაქრის ათვისების პრობლემა. შაქარი ჩანაცვლებული არის ისეთი ხელოვნური სინთეზური შაქრით, რომელიც არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე და მხოლოდ ამიტომ ქვია. მაგრამ რეალურად ის დანარჩენი კოფეინი და ის დანამატები იმ შოკოლადში შევა იდენტური რაოდენობით, რა თქმა უნდა, ბევრი ნამდვილად არა სისტემატიური გამოყენებისთვის. რა თქმა უნდა, დიაბეტიანისთვის და თუნდაც ინსულინ რეზისტენტობის დროს ჯობს ის ასპარტამზე ხელოვნურ შაქარზე გამოვიყიდოთ, ვიდრე ნამდვილი შოკოლადი. ხო, ბალანსი ალბათ და ზომიერება ეს არის ჩემთვის პირადად ოქროს წესი, მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა სააღდგომო რაღაც ნაკეიფარ ხალხის მდგომარეობას. გულისრევი შეგრძნება ეს არის ყველაზე ხშირი წუწუნი, რაც მესმის ამ დღეებში. და სიმძიმე ნაღლის ბუშში. ძალიან ბევრი ამ დროს არ მიმართავს ექიმს, იმიტომ რომ ექიმის ან ეზარება ახლა დასვენება აქვს, ან ეშინია და მიმართავენ თვითკურნალობას. ინიშნავენ დიეტებს და სვავენ გაზიან წყალს ბევრს. რამდენად შესაძლებელია ამან გამოგვიყვანოს აი ამ რთული მდგომარეობიდან? იცით როგორ არის ორგანიზმმა რომ არ განიცადოს სტრესი მიადგეს ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თანდათან ეტაპობრივად და ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ უნდა დაიწყოთ წესით იდეალურ ვარიანტში ჯერ რძის პროდუქტები ფერმენტიზებული თუნდაც მაწონი აი შემდეგ გადავდივართ ყველზე ცილოვანი პროდუქტი კვერცი მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის და ბოლოს ხორცეული იმ ხორცეულში გრადაციებით მოწოდებულია ესე რომ ყველაზე მარტივად ასათვისებელი არის. არა, თევზი. ხო, თევზი არ შევიდა. თუმცა მოგეხსენებათ საქართველოს გაზაფხულის პერიოდზე განსაკუთრებით ცნობილია ჩაქაფულის კულტით, ასე რომ თევზით მე მჯერა რომ ძალიან ცოტა თუ დაიწყებს კვების რაციონის აღდგენას, მაგრამ წესით თევზი, შემდეგ ფრინველის ხორცი და ბოლოს მოდის საქონლის ხორცი. აქ საქონლის ხორცის კატეგორიაში დაყოფილია ესე, ახალგაზრდა საქონელს, ანუ ხბოს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და შემდეგ ყველაზე ბოლოს მოდის ცხვარი და ღორი განსაკუთრებით. ვინაიდან ღორი არის ღორის ხორცი, ყველაზე მძიმედ გადასამუშავებელი და რაც ყველაზე მთავარია ქოლესტერინით გაჯერებული, მავნე ქოლესტერინით გაჯერებული. ხორცს დიდი ხანი აღარ ვჭამ, მაგრამ რომ გითხო, ღორი ალბათ ყველაზე გემრიელი იყო. ბევრი წელი აღარ ვჭამ ხორცს. გემოვნების თვალსაზრისით ეს. კი, მაგრამ ნახეთ ორგანიზმი ხორცზე მინდა კითხოთ რა და მე დაუბრუნდეთ ისე ვთქვათ ინტოქსიკაციასთან მოსამზადებელ პერიოდს. ამბობენ, იყო პერიოდი, რომ ხორცს თუ არ მიირთმევ, ვთქვათ რაღაც ეს დაგემართება ანემია, არკინი, ამ რაღაცების სიმთ. მე იყო საუბარი, რომ წითელი ხორცი მხოლოდ ისიც კვირაში ერთხელ ვთქვათ. მე იყო საუბარი, რომ ხორცი უნდა მოკლა დაკლა ისე, რომ ადრენალინი არ გამოიონ, თორე ეს იწამლები. ქაშმირული წესით დამზადებული. სულ იცვლება დამოკიდებულება ხორცის მიმართ. ზოგადად ხორცი უნდა ვაჭამოთ ბავშვს, ჭამოთ ჩვენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი ისე რომ არ დავზიანდეთ. დღეს რა არის გაიდლაინი ხორცთან მიმართებით და მართლა აუცილებელია თუ არა რომ მივიღო იმისთვის რომ ფჭხილი ამომივიდეს, კბილი არ ჩამომიშალოს და თმა არ დამცვიდეს. ნამდვილად აუცილებელია, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ხორცი, ცხოველური ხორცი არის სუფთა ის ცილოვანი პროდუქტი, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ამინომჟავებს, რომელიც არის ადამიანისთვის ესენციურად, ანუ აუცილებლად მნიშვნელოვანი, რომელსაც ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს არანაირი თუნდაც. მიუხედავად იმისა, რომ ლობიოც, რა თქმა უნდა, ცილოვანი პროდუქტია, მაგრამ ის არ შეიცავს ესენციურ, ანუ შეუცვლელ ამინომჟავებს. მესმის გარდაუვალია მარხვის პერიოდში, რომ სხვაგვარად ვერ ვიკვებებით, მაგრამ ხორცი ნამდვილად დღემდე რჩება ერთადერთი შეუცვლელი ამინომჟავა, რაც განსაკუთრებით ბავშვობისთვის და თუნდაც თინეიჯერობის ასაკში მოგეხსენებათ ჰორმონების 90% არის ამინომჟავური სტრუქტურის აგებულების. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით ორმაგად მნიშვნელოვანია ამ ასაკში ხორცეული იყოს უპირატესად. თუნდაც კვირაში 2-3 დღე ხორცეული იყოს წვნიანი სახით, ასევე ბოსტნეულის გარნირთან არამც და არამც ისეთ ცომელ და მძიმე საკვებთან, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს და დაამძიმებს ორგანიზმს მისი გადამუშავების და ათვისების კუთხით.
კიდე ესეთი მოსაზრება არის, ანუ მარხვა ძალიან ასვენებს ჩვენს ორგანიზმს. განტვირთვა, კიდე. გასტროენტეროლოგებიც ამას ეთანხმებიან, რომ ხდება ნაკლებად ზეწოლა რაღაც ორგანოებზე, ხდება დასვენება და შემდეგ უკვე ორმაგი ძალი და გასუფთავებული ორგანიზმი ბევრად უფრო პროდუქტიულად ამუშავებს ყველაფერს. ასეა ეს? ნამდვილად ასეა, კი, აი 7 კვირის მანძილზე ფაქტიურად ორგანიზმის გადაწყობა ხდება ახალი მეტაბოლიზმის სტილსა თუ სიჩქარეზე. ხორცი, როგორც უკვე ვთქვი, არის საკმაოდ რთულად მოსანელებელი და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გადასამუშავებელი პროდუქტი და ვინაიდან ხორცეული და რძის პროდუქტი ამოღებულია ამ შემთხვევაში რაციონიდან, ყველაზე მარტივად გადასამუშავებელი არის ბოსტნეული, ხილი თავისთავად, რასაკვირველია, ოღონდ ბოსტნეულში ცოტათი აი ზომიერება უნდა გამოვიყენოთ კარტოფილზე მაგალითად, რომელიც სრულიად სწრაფი ნახშირწყალია და ანუ სხვა დანარჩენისგან. ეგ ალბათ ეხება. ახალი კარტოფილი უფრო მეტად შეგვიძლია ეგ ალბათ ეხება იმ შემთხვევას, როცა თქვენ როგორ ბრძანეთ მარხვის დროსაც სწორედ უნდა იყვება. თუ 1 თონის ბრჭა დღეში გადავათ იმისა, რომ სამარხოა, რადგან სამარხო არის, მაგრამ ეხლა ამდენ ხო ლობიანია, აი ცომეულს თუ ჭამ აქ შემთხვევაში არაფერი არ გაიწმინდება, გამორიცხულია. არა, იცით რა ვთქვა კიდე, აი მე ვყავს მეგობრები ხარ, აი მარხულობენ თო და მეორედ და დილი აი ხაჭაპური აიღებს ამხელა დიდ ხაჭაპურს. ეხლა თუ ვერ ითმენდა ეს ეწალო, მაშინ არ შეინახო მარხვა, კაცო, და თუ დასრულდა მარხვა არის არ უწვალია და ახლა მე მე ძიბას ვეთანხმები, იმიტომ რომ მართლა საათს უყურებენ ხოლმე, ჯერ წირვა დასრულებული არ არის და ეტაკებოდნენ და კი, ძროხას ჭამენ მთლიანად. ესეც ხდება, იმიტომ რომ ენატრებათ რა. მეც უნდა გავამართლო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეც ჩემი ორსულობების გარეშე სულ ვიცავდი მარხვას და მართლა ზუსტად ვიცი ის გაგზდა რა არის და ის შეგზდება რომ ხო ხსნილია და კი ჩემი ნახავს ნამდვილად რომ კვერცხი და შოკოლადით მივდიოდი ტაძარში ამის აღიარება შემიძლეს ხო ძალიან დიდი უცნაურობა მაქვს და მინდა რომ გითხრათ ეს ყველაფერი არ აქვს მნიშვნელობა როგორც არ უნდა ვიდიეტო რამდენი დღეც არ უნდა ვიმარხულო როგორც არ უნდა გავიხსნილო რამძიმე კვებითაც და შემიძლია ეს ყველაფერი არასოდეს არანაირი დისკომფორტი არ გამაჩნია. აი ვერ მოვინელე და ვაი მე რამდენი დიდი კუჭი მაქვს თუ აი რატო ხდება ეს ყველაფერი გავარჯიშებული მაქვს კუჭი თუ აი რატო ხდება ეს რომ ეხა რასაც ნანიკო ამბობს რომ ის გარშემო ადამიანებს აქვს დისკომფორტები ჩემთვის არის უცნობი მიუხედავად იმისა რომ შემიძლია ესე კარგად ყველაფრის მიღება. შერგებათ რაც თავარია. ეს გარკვეულწილად ნებისყოფის სერიოზული გამოცდაც არის, თუმცა მხოლოდ კუჭის მოცულობაზე უკაცრავად არ არის დამოკიდებული. აქ დაწყებული კუჭის წვენის, ანუ მჟავიანობის მაღალია თუ დაბალი, განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში, როდესაც ხშირად მიმართავენ იგივე მინერალურ წყლებს, ამ შემთხვევაში უფრო მეტად თვალსაჩინოა ესეთი დისკომფორტი, როგორიც არის თქვა სიმძიმე, ტკივილი, პერიოდული მოვლითი ხასიათის, კუჭის მოქმედების დარღვევა ფაღარათის ან თუნდაც პირიქით შეგროვების სახით, მათ შორის ნაღლუკენჭოვანი დაავადების გამწვავების მხრივ, ასე რომ ეს მეტად ინდივიდუალურია. ერთ რამეს მოყვები რა, ძალიან გთხოვთ, ეთერი იწყება რამდენიმე წლის წინ, ეს ბიჭები არ იყვნენ, სხვა ოპერატორები იყვნენ და სლოკინი დამეწყო. და ძალიან ცუდია ხა სლოკინით ვერ შეხვალ ეთერში, იმიტომ რომ ასე ხო არის დები. ნუ შემაშინეს რაღაცა წყალი შემასხეს, არაფერმა არ იმუშავა. და მუჩიკამ ერთ-ერთმა ოპერატორმა, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, რატომღაც ჩურჩულით მომაძახა, რომ გულმა იცის სლოკინიო. ატყდა პანიკა უცებ აყვაყველა რომ ნანიკოს გული აწუხებს, გამოიძახეს სასტრაფოდ მომაერთეს რაღაცები აღნიშნეს. სლოკინის გამო სასტრაფო მე მარკაშენ გამოვიდა. სიტყვაც არ ვამეტებ, გამახანეს საავადმყოფოში და რა თქმა უნდა, აი ყველაფერი გამომიკვლიეს მატერიალეს რენტგენში, აქედან ჩამტენეს, იქიდან გამომტენეს და ერთი კვირის მერე დამიბარეს კონსილიუმზე. ხონდა გავარკვევთ რატომ ასლოკინებდა, იმიტომ რომ გული წესრიგში მაქვს. და ნანუკა შევდივარ და შედან ბევრი პროფილის ექიმები და ჩემი რენტგენი, აი სადღაც რაღაცებში მატერიალეს, ყველაფერი გადამიყეს. დაკიდულია და მეუბნებიან. ესე იგი, ბევრიო ვიკვლიეთო, გიკვლიეთო და პრინციპში არაფერი არ გჭირსო, ჯანმრთელი ხარო. ერთადერთი ვერაფრით ვერ ხვდებით ამ ხელა კუჭი რატო გაქვსო. ეს ან თანდაყოლილია, ან რაღაცა დიდი კუჭი. ან ავარჯიშებია. ავდგები ახლა ფეხზე, ანუ მიმართავ კუჭი მოვიტან იმ რენტგენს, აი აქამდე მაქვს, თეძოზულამდე მაქვს კუჭი. ეს არის ანომალია, ამიტომ შემიძლია არარეალურად დიდი რაოდენობით ჭამა და ექიმებმა ერთადერთი რეკომენდაციით გამომიშვეს
ძალიან ხო ცოტა ჭამენ, ნუ მიაყენებს სტრესს ორგანიზმსო. და რატო არ გეგება? მე რომ აქ რაღაცები მერგება. სწრაფი თანდაყოლილი, სწრაფი მეტაბოლიზმის ვარიანტი. კონსტიტუციურად რა რაოდენობის საკვები განაყრებთ, ამასაც აქვს მნიშვნელობა. 3 შოტის პური შემიძლია ვჭამო, 20 სოკოს ხინკალი მივაყოლო. მერე შემიძლია ჭადი, კაი ყველით დავაყოლო და ბოლოს ნაყინი 1-5 ჭიქა თუ რაც ქვია, ისიც დავაყოლო. დანაყრების საშუალო სტანდარტი. შესაძლოა ნამდვილად. უნდა დაგეკახოთ. აღიარებ იშვიათი შემთხვევა, ესეთი თანდაყოლილი კონსტიტუციურად სწრაფი მეტაბოლიზმის ადამიანები. მიხარია. სოფო, თუ შეიძლება, ჩემი მთელი ცხოვრების შეკითხვარი და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს. რას ნიშნავს სწორი კვება? რა არის სწორი კვების მენიუ? სტანდარტულად როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად? რამდენ საათში ერთხელ აი სწორი კვება რას ნიშნავს? რა პროდუქტებს მოიცავს? სულ მინდა ამაში გავაკეთე, რომ აი რა არის სწორი კვება? სწორი კვება არის მნიშვნელოვანია თუ ხო? დიეტას არის სწორი ცოტათი ინტერპრეტაცია აქვს, რატომღაც გონიათ, რომ დიეტა ნიშნავს საკვების შეზღუდვას და ნაწილობრივ შიმშილს. არა და დიეტა არის სწორი კვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ლათინური სიტყვიდან გადმოქართულებული, ასე ვთქვათ, კვების პრინციპი, ანუ სწორი კვების რაციონი, კვების კულტურა, ესე ვთქვათ. სწორი კვება, ზოგადად კვება საკვები არის ჩვენი საწვავი ენერგია, მაცოცხლებელი ძალა, რომ ჩვენმა შინაგანმა ორგანოებმა იფუნქციონიროს მართულად კონდეს ენერგია შევასრულოთ ესა თუ ის სამუშაო და ხელი შევუწყოთ ჯანმრთელობას. ამისთვის ორგანიზმი უნდა უზრუნველყოთ და მოვამარაგოთ ხარისხიანი საკვები პროდუქტებით. როგორც ვიცით, ორგანიზმში არის საჭიროება იმისა, რომ მოიხმაროს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, ვიტამინები. ეს თეორიულად ესია, თუმცა პრაქტიკულად როგორ უნდა განვახორციელოთ. როგორც ანუ აი ერთი თებში ულუფა მოდი მარტივად რო აუხსნათ. აი მარტივად. საერთოდ მიჩნეულია, რომ თებშის რადიუსი, ასე ვთქვათ, ქალების შემთხვევაში უნდა იყოს 24 სანტიმეტრი, კაცების შემთხვევაში 24 სანტიმეტრი, ქალების შემთხვევაში 20 სანტიმეტრი. ხო, ძალიან პატარაა. რომლის ნახევარს? ეს გაცვლილია ხშირ კვებაზე. 24 სანტიმეტრი, ნუ ეხა ერთი ულუფისთვის პატარაა კაცისთვის. ეს იყოფა 24 კაცისთვის, 20 ქალისთვის. იყოფა ნახევარი, რომელიც მოიცავს ბოსტონეულს, მეოთხე მეოთხედი არის ხორცეულზე გათვალისწინებული და დანარჩენი მეოთხედი მოიცავს ბურღულეულს. ეს არის საშუალო იდეალური ვარიანტი. თუმცა დამეთანხმებით, კი, რა თქმა უნდა, ესეთი მკაცრი შეზღუდვა უკვე იმთავითვე ხშირად განწირული არის ხოლმე დარღვევისკენ. ასე რომ ჩვენ თავარია პრინციპულად ვიცოდეთ საკვებ რაციონში რა უნდა გამოვიყენოთ, რა შევზღუდოთ. აი მაგალითად ხორციან კერძებთან ერთად არამც და არამც არ დავამატოთ, მივაყოლოთ ხაჭაპური, ანუ გადასამუშავებელი. არა და ყველაზე გემრიელი ეგ არის ხოლმე. ეს გემოვნების თვალსაზრისით გემოვნების საკითხია. ყველაზე კარგი ვარიანტია ბოსტნეულთან ერთად ხორცეულის მითვევა. არ შეიძლება ორი ან სხვადასხვა ცილოვანი პროდუქტის ერთდროულად მიღება. მაგალითად ნახშირწყალი და ცილა მაგალითად ძალიან მომწონს ეს თეორია, რომ ერთად არ შეიძლება. კი ბატონო, ნელი ნახშირწყალი, როგორიც არის თუნდაც წიწიფური. არა და შეთარი ხარო შედიღა ოჯახი ხო ბევრი ხელი. ხაჭაპური, ხიკალი, კაბაბი, კათვისწადი, ხალი, ბადრიჯანი, ჭადი, ყველი, ყველაფერი დეს. ჩემი სანელები სანტიმეტრია რადიუსზე, ეს ყველაფერია მე არ ვარ ხვევა მუნდ. ზართულია ეს ამბავი. ბევრჯერ ვახსებ. უბრალოდ მეტნაკლებად ახერხებენ, ესე ვთქვათ, დაცვას, მაგრამ ნამდვილად რთულია და ძალიან ინდივიდუალურია ესეთი ჩვევის ჩამოყალიბება, რომ აი უკარნახო ორგანიზმს ყოველთვის ესე გეგმაზომიერად მიირთვა. აი ორგანიზმს უკარნახოთ და ერთი კითხვა მინდა დავსვა. მე მყავდა მეგობარი, მყავს ეხლაც უბრალოდ ვიხსენებ შორეულ წარსულს. ძალიან ადრე გათხოვდა სკოლაში, ხო იცით, ყველა ვიცოდით მის გათხოვების შესახებ და ყველა ველოდებოდით როდის სიმშობიარებდა. მე 11 კლასში ეს არ არის კარგი მეგობრებო, ესე ადრე გათხოვება. ხო და ვერ არ დგებოდა ეს ორსულობა. მაშინ არ იყო ასე განვითარებული მედიცინა და ეს გოგო, რომელიც ვერ ორსულდებოდა, მუდმივად ჭამდა ცარცს და გაჯს კედლიდან. ანუ როგორ ელემენტები ჭამდნენ ცარცს და გაჯს? მომისმენე რატოხობი ძიმა, მომისმენე რატოხობი. ხო, ვერც ერთმა ექიმმა ვერ დაადგინა, რატომ არ დგება ორსულობა. ერთადერთი ჭკვიანი ადამიანი მაშინ აღმოჩნდა, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა მისი პაციენტი და გაჯის ჭამით და ცარცით მიხვდა რა აკლია მას. დანაკლისის შევსების შემდეგ მას სამი შვილი ყავს ბუნებრივი გზით. ახლა რატო ვამბობ? ჩვენი ორგანიზმი არის ალბათ ყველაზე ჭკვიანი, ყველა ექიმზე, ხო? როგორ უნდა უსმინოთ საკუთარ თავს, თუ კი არსებობს რამე ესეთი, რაც მიგვანიშნებს, რომ აი ეს ეხლა მოდი არ ჭამო,
და ეს ეხლა შენთვის კარგია და საჭიროა. ჩვენ თვითონ უნდა გამოვიმუშაოთ შეძლების დაკვარად და გამოვიწვიოთ ანუ ცხოვრების წესად ჩამოვაყალიბოთ ეს ყველაფერი, რომ ხელშევუწყოთ ორგანიზმს, რაც ვიცით რომ მისთვის სასურველი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების საჭიროების შემთხვევაში თუნდაც დანამატის სახით მიღება განვახორციელოთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია იგივე ფერმენტები. მაგალითად ჩვენს ნაწლავურ ფლორაში არის რამოდენიმე ტრილიონი ბაქტერია, მათ შორის სასარგებლო არის ლაქტო და ბაცილობაქტერიები, რომლებიც სასარგებლოდ ითვლება და რომლის წყარო არის როგორც წესი და როგორც მინიმუმ მხოლოდ ბოსტნეული. ასე რომ სწორედ ეს ბალანსი გულისხმობს უზრუნველყოფას ორგანიზმისას ისეთი სასიცოცხლო ელემენტებით, რომელიც საჭიროა და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ კვების რაციონში. იგივე კომბინირებულ შემთხვევაში, ამასთანავე ესეთი დეტალები, როგორიც არის დღის პირველ ნახევარში კალორიით დატვირთული საკვები უფრო მეტად მივირთვათ ვიდრე საღამოს, რომ დღის მანძილზე მოასწროს ორგანიზმმა მისი გადამუშავება, შეთვისება და არ დაგროვდეს როგორც კალორიების სახით და შემდგომ დღეებში არ მოგვცეს ჭარბი წონის სახით. არანაკლებ გაუყავი მეგობარს, ვახშამი სულთლიანად გაეცით, როგორ არის აღარ მახსოვს ზუსტად ეს გამოთქმა. არანაკლებ მნიშვნელოვანი წყლის ფაქტორიც. მართალია ეს სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი სტანდარტი, რეკომენდაცია წყლის დალებაზე არ არის, თუმცა ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საშუალოდ სხეულის 1 კილოგრამზე წონის მიხედვითაც განისაზღვრება მოიაზრება 30-35 მილილიტრი. ასევე დამოკიდებულია სეზონზე, ზაფხულის პერიოდში უფრო რა თქმა უნდა მეტი წყალი გვჭირდება ვიდრე ზამთრის პერიოდში და ქრონიკულად მოავადე ადამიანებისთვის აქ კიდევ სხვა ინდივიდუალური მოთხოვნილებაა, არსებობს ისეთი პათოლოგიები გულსის საკვთა სისტემის თირკმლის და ასე შემდეგ, როდესაც უკვე სხვა სტანდარტია, ანუ სხვა მაჩვენებლები არის წყლის მიღების თაობაზე. ეს გკითხავთ, მე მაგალითად როგორ უნდა ვთქვა წყალიმძულს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია წყლის დალება მარტო იმიტომ, რომ ის ასარგებლო არ მწყურდება, არ მახსენდება წყლის არსებობა, მართლა. შეიძლება მარილის რაოდენობა არის ზედმეტად მცირე. მარილი არ მიყვარს მე თვითონ. მარილი 5 გრამი მაინც, რომელიც მოიაზრება სხვადასხვა კერძებში, დღის მანძილზე 5 გრამი უნდა გამოვიდეს. იცით რა, თვითონ ხო პური, რასაც ყიდულო პირობითაც შეიცავს მარილსაც, შაქარსაც, რასაც ჭამ, იმას ხო ისედაც აქვს მარილი. რატო დავაყარო ზედმეტად, როგორც ამბობენ? ფაქტია, რომ ორგანიზმი არ ითხოვს წყალს. ბავშვობიდან ასე ვიყავი. ორგანიზმის თავისებურება, თუ ამის დისკომფორტი არ გექნება საჭმლის მონელების პროცესში, იგივე ყლაპვის დროს, აი ზოგი მაგალითად ხიერ საკვებს უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან მარტივად, ანუ გადაყლაპვა უფრო ემარტივება, ვიდრე მშრალი საკვების. ასეთ შემთხვევაში ცალსაღად იმის თქმა, რომ საკვების დროს არ შეიძლება წყალი ასკვების დასრულებისთანავე არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, დღემდე ცალსაღად და ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება. ეს არის მეტად ინდივიდუალური, დამოკიდებულია კუჭის წვენზე, მაღალი მჟავიანობის არის, დაბალი მჟავიანობის და ესეთი უამრავი ფაქტორი. ის რომ მაგალითად თუ ცხიმიან საჭმელს ჭამ, ახლა ბევრი ცხიმი ვჭამეთ, ცივი წყალი არ დააყოლო, იმიტომ რომ იმ წუთასვე ქონი გაყოლდება. ძალიან ხშირად გამიგია. ეს მე კი ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ამით ხელმძღვანელობს. არავითარი კავშირი ისინი. არც მდუღარეო, იმიტომ რომ მდუღარემ შეიძლება ვთქვათ ხორხის კიბოს პრევენციისთვის კარგია რომ მდუღარე არ დავლიოთ, მაგრამ შესაძლებელია რომ უფრო კარგად ხელი შეუწყოს მონელებასო. ეს მითია, ხო? არა, ნამდვილად მითია, არა. ვკითხულობ და ვეცნობი. ყველა შემთხვევაში მას ორგანიზმი გადაამუშავებს და აიფისებს ისე, როგორც თავის ოპტიმალურ თერმორეგულაციაზე დააყენებს. ხორხის კიბოსთვის და ეხლა ზოგადად მდუღარე წყალი ისევე როგორც ძალიან ცივი, ისედაც არის სასურველი, არც კუჭისთვის, ლორწოვანისთვის, არც საყლაპავისთვის, არც ხორხისთვის, ასე შემდეგ. ოთახის ტემპერატურა. ერთი მითიც თუ შეიძლება რომ კითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, აი პურის garaში არ შეიძლება ერთი ნაჭერი პური მაინც უნდა მიიღო. ეს მითია მცომე უთანეს დამოკიდებულება თუ ესეც რეალობა არის, რომ პურში არის შემადგენლობა. რა თქმა უნდა, პური აუცილებელია, ბეჭდგუფის ვიტამინები, პურის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. უმეტეს შემთხვევაში პრიორიტეტული არის ცეხვილი, ნაკლებად რაფინირებული დამუშავებული პური, თუმცა ერთი ნაჭერი თუნდაც თეთრი ან თონის პური იყოს, ნამდვილად არ მოგცემს იმ დარღვევას, რომელიც მეორე-მესამე დღეს ვთქვათ წინ დაგვხვდება და შეგვექმნის პრობლემას. სხვა შემთხვევაა დიაბეტიანის შემთხვევაში, რომელსაც კატეგორიულად ეკრძალება თეთრი პური, ვინაიდან
შაქრის დონეზე მოქმედებს, უკიდურეს შემთხვევაში მოგეხსენებათ ახლა ადამიანები ვართ და შეიძლება მასაც გაუჩნდეს სურვილი, მოთხოვნილება თუნდაც ლავაშთან დაკავშირებით, ესეთ შემთხვევაში ხდება ინსულინის დოზის მომატება ან წამლის დოზის კორექცია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყოს ხშირი ხასიათი, არ უნდა იყოს. მე მაგალითად ყოველდღე პური და კარტოფილი, ეს არის ჩემი რაციონი და გშურდეთ რომ არ არა და ვხდები ძალიან ბევრი რაღაცა თქვი, რითაც უკვე შური გამოიწვია, ապტე ერთი სული მაგ რეკლამაზე გავიდეთ, რაღაც საქმე მაქვს შენთან. კარგი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. უზომოდ სასიამოვნოა ესეთი კომპეტენტური რჩევების მოსმენა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი ძალიან ისიამოვნებ და ხშირად ველოდებით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ რეკლამის დრო არის, მეორე ბლოკს დაელოდეთ, ძალიან საინტერესო სტუმრით დაგიბრუნდებით.